კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარი აფეთქებისას დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. სულ სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ქალაქ რუსთავის კლინიკაში 12 სამხედრო გადაიყვანეს. მათგან 4-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ოპერაციები უკვე დასრულებულია და ყველა დაჭრილი სხვადასხვა საავადმყოფოში გადაანაწილეს. მათ შორის ერთ-ერთი თბილისის პირველი საავადმყოფოა, საიდანაც პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი დავით ქაშიაშვილი ჩაგვერთვება. დათო, რამდენი დაჭრილი მოიყვანეს საავადმყოფოში და როგორია მათი მდგომარეობა? Პაატა ესტუთია თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში შემოიყვანეს ერთი პაციენტი, მის ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვა დაშავებულებთან შედარებით ყველაზე მძიმე იყო და მისი გადმოყვანის გადაწყვეტილება მიიღეს რუსთავში იმ მედიკოსებმა, რომლებმაც მას ჩაუტარეს ოპერაცია. 20 წლის დაშავებული პაციენტი შემოიყვანეს და მოათავსეს გულმკერდის ქირურგიის განყოფილებაში. სავარაუდოდ მას დაზიანებები სწორედ გულმკერდის არეში აქვს მიღებული. რუსთავის საავადმყოფოში მიყვანილ დაშავებულთაგან 4-ს ჩაუტარდა ოპერაცია, ორი გადაიყვანეს გორის ჰოსპიტალში, დანარჩენ სხვა დაშავებულებთან ერთად, რომლებიც მშუბლად იყვნენ დაზიანებულები. რაც შეეხება ორს რუსთავში ჩაუტარდა ოპერაცია, მათი მდგომარეობა იყო შედარებით უფრო მძიმე. ორივე ოპერაცია უკვე დასრულებულია და ერთი მათგანი გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში და მეორე კი 20 წლის პაციენტი, როგორც უკვე მოგახსენეთ, თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში არის გადმოყვანილი. ჯერჯერობით აქ ადგილზე მისი მკურნალი ექიმები და მედიკოსები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარს ჩვენთან არ აკეთებენ, თუმცა რამდენადაც ცნობილია, მისი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. ამ დროისთვის მე როგორც უკვე მოგახსენეთ, ბოლო პაციენტი რუსთავის საავადმყოფოდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანა. შევახსენებ კურიერის მაყურებელს, რომ აფეთქება დღეს დილის 11 საათზე მოხდა კრწანისის სასწავლო ცენტრში. აფეთქდა ნაღვთყორცნი და დაშავებული არის 13 ადამიანი და გარდაცვლილი არის 3 ადამიანი. დავით ქაშიაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოდან, სადაც ერთი დაჭრილი ჯარისკაცი მიყვანეს რამდენიმე წუთის წინ მათ. სხვა დაჭრილი ჯარისკაცების კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჩვენი ინფორმაციით პირველ ეტაპზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების 3 ავტომობილით რუსთავიდან გორში 8 მსუბუქად დაჭრილი ჯარისკაცი ჩაიყვანეს. ჰოსპიტალის ხელმძღვანელობა კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ცნობილია, რომ გორში მყოფი ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რუსთავიდან გორის ჰოსპიტალში გაგზავნეს კიდევ 3 დაჭრილი, რომლებსაც რუსთავში ქირურგიული ოპერაცია დასჭირდათ. საბოლოო მონაცემებით დაჭრილებიდან ერთი თბილისის ნომერ 1 საავადმყოფოშია, დანარჩენი 11 კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში. რატომ აფეთქდა ნაღმტყორცნის ჭურვი გასროლამდე? გამოძიება დაწყებულია. თავდაცვის სამინისტროში წვრთნისას დაშვებულ ტექნიკურ შეცდომაზე საუბრობენ. კრწანისის სამხედრო სასწავლო ცენტრში აფეთქება დილის 11 საათზე მოხდა. წვრთნებისა სამხედროებს ნაღმტყორცნი აუფეთქდათ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 120 მმ-იანი ნაღმტყორცნის ჭურვის აფეთქება სავარაუდოდ წვრთნის დროს დაშვებულმა ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია. აფეთქება პირველი საარტილერიო ბრიგადის ნაღმტყორცნელთა ბატალიონის ასეულის ჯარისკაცების წვრთნების დროს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულია 3 სამხედრო მოსამსახურე და დაჭრილია 13. თავდაცვის სამინისტრო სამძიმერს უცხადებს დღეს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახებს. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ჩვენს დანაყოფებში საკმაოდ ინტენსიური წვრთნები მიმდინარეობს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი სწავლების დროს დღეს მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაცვლილია 3 ადამიანი და დაჭრილია 13. სავარაუდოდ ეს გამოიწვია 120 მმ-იანი ნაღმტყორცნის ჭურვის აფეთქებამ, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ტექნიკური შეცდომით. სანამ გამოძიება არ დასრულდება, წვრთნები შეჩერებულია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა აფეთქების შედეგად დაშავებულები რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდაცვის სამინისტრო დაღუპულებისა და დაშავებულების ოჯახებს მომხდარიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში დაუკავშირდა. 12 დაჭრილიდან 4-ის მდგომარეობა მძიმეა. შემოყვანილია 12 დაჭრილი. გარდაცვლილების შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენთან მხოლოდ დაჭრილები არიან, 8 აქედან არის შედარებით მსუბუქი ჭრილობები, 4 მათგანის მდგომარეობა მეტნაკლები სიმძიმის არის. ოპერაცია მიმდინარეობს ამ ეტაპზე ოპერაციული ჩარევები და მე ვფიქრობ, ესეთ სასიცოცხლო ფუნქციების დაზიანება ამ ეტაპზე არ არის. მომხდარს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია და გენერალური ინსპექცია იძიებს. ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველებიც.
და ჩვენ ისევ კრწანში მომხდარ ტრაგედიას უბრუნდებით. თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს დღეს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახებს. მომხდარის შედეგად ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ. აფეთქების შედეგად გარდაიცვალნენ ზურაბ კუცია ჯუმბერისძე, ემზარ შოშიაშვილი ალექსისძე, დავით გოგიჩაიშვილი შალვასძე. დაჭრილები არიან კაპრალები ალექსანდრე თომაშვილი გურამისძე, ვალოდია ხრიკული ნუგზარისძე, ზურაბ ქვათაძე შოთასძე, გიორგი გნოლიძე მურმანისძე, აკაკი ყულოშვილი აბესალომისძე, გიორგი ჩოფლიანი გურიელისძე, ამირან სამსონიძე ზურაბისძე, დავით მურადაშვილი გენოსძე, გიორგი ახალაძე თამაზისძე, ზაზა ხუროშვილი მერაბისძე, გელა ფიცხელაური ილიასძე, როინ ხოზრევანიძე ჯემალისძე, ზაქარია კურტანიძე მერაბისძე. რუსთავი ორის სახელით პირადად მეც უმსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს.